მოგესალმებით. დღეს მინდა მოკლედ გიჩვენოთ ნახევრად ავტომატის შემთხვევაში როგორ ხდება მექანიზმის ამოღება. ბოლო დროს ამაზე ბევრი მეხმიანება და გადავწყვიტე მოკლე ვიდეო გადავიყო. ამაზე გადაღებული მაქვს ვიდეო, მაგრამ ცოტა შორი ხედით არის გადაღებული. დღეს შევეცდები მოკლე ვიდეო ახლო ხედიდან ჩავწერე. წარმოდგენილი სამი ნახევრად ავტომატი, ინერცია და ორი გაზეთი ტერმოდი. აქედან თქვი კიდევაც რომ მაქვს წინა ვიდეო ჩაწერილი, რომელშიც ახლო ხედით არ არის ნაჩვენები თუ როგორ ამოდის ეს კუროკი. და მოდით შეკითხვები, ბევრს აქვს ეს მსგავს ვიდეოები, მაგრამ ახლა მე უფრო გამარტივებულად ახლა ახსნა სიტყვიერად ძნელია და გადავწყვიტე უფრო ახლო ხედით გადავიღო ვიდეო. და რა ვისაც აინტერესებს ახლა სხვათა შორის ბევრია, რომ ვერ იგებს ამის ამოღებას, აი განსაკუთრებით გაზით ტერმოდის შემთხვევაში. ინერციული შემთხვევაში აიყურეთ ძალიან მარტივად, არა ყველა ინერციulis არა, მაგრამ უმეტესობა ინერციulis ძალიან აი ეს დაუშლილადაც მარტივად ამოდის და ჭდება. ზოგი ძახის დავკარგეო, მაგრამ მე საკმაოდ წლები მაქვს სტოგერი არ დამკარგვი არ გამოზრუნე. არის გაზით ტერმოდებიც არის, რომელიც იოლად ამოდის, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში აირით ტერმოდის შემთხვევა უფრო მეტი ფიქსირდება, რომელიც ძნელად ამოდის და უნდა გაშუალებად. ეხლა გაჩვენებთ იმ გაშუალებას. რაც თქვენ გაინტერესებთ. ხო, ეს უკვე დავშალეთ. და აი რაც გაინტერესებთ. ახლა სხვებსაც აქვს უამრავ ვიდეო, მაგრამ მე შევეულოთ ჩავწერე. აი ყურეთ. აი ეს უნდა გაშუალდეს, აი ხელით ეს კუროკი გამოწიეთ ესე და აი ეგ აქვს ეს ჭრილი ეს ჭრილი. ენას ესე გამოწეთ, ეს უნდა გაშუალდეს და ისე უნდა ამოვიდეს. ხელი იფარება რა. მოგეთ ვიჩართე ეს ამოწეთ და ესე არ ამოდის. ყარაკარი და უღლეთ ეს კაიმოს ვაშუალებთ ესე და ამ შემთხვევაში ამოვა ესე გავაშუალებთ. აი ამოვიდა. ჩასმითაც ეს გაშუალებული უნდა იყოს და ეს თავი და ჩავა. ამოვიდა. აი ეს ჭრილი უნდა იყოს, ეს ხელით უნდა მივწივით და გაშუალდეს, კბილები უნდა გაშუალდეს. ჩასმის დროს ესე დააკირავეთ. აი ეს ეს როცა ამოიღება, მე ეს რა თქმა უნდა გათავისუფლდებოდა ეს მექანიზმი.
მე მარტივი ხარ, რომ საერთოდ ყველაც მიხვდება რა. ანალოგიურად დავაპოვო. ეს მეორე გაზის ტენოები. ესეც ანალოგიურად ზუსტად ისეთი მექანიზმია. როგორც ის აირით ტენოები, ესეც მსგავსი მექანიზმით. აქაც ეს ამას ვაშუალებთ. ეს უნდა იყოს უყურეთ. ეს ხო არის? ეს უნდა იყოს გაშუალებული ეს. ამოვიდეს. არის კიდე ნახევრად ავტომატები, რომელსაც აშუალებ არ ამოდის მაინც. ხო, ამ შემთხვევაში ოსა გაგეთ. ხო, აი ახლა გავუკეთე შნუროკი. ხო, ზოგი არ ამოდის, ახლა ამას ჭრილი აქვს, ეგ გავუკეთე. შეგიძლიათ ემაში ზოგი აქ მოვაბათ, ერთ სიტყვით მოახერხეთ რა და ეს რომელიც ესე ვერ ამოდის რა, ძალას ვერ ატანთ. ამით უყურეთ, ძალიან მარტივად ამოდის, ესე ვერ ამოდის რა, ძალას ვერ ატანთ. ძალიან მოხდება. სვავთ ესე, როგორც აი ვაშუალებ, ჩასმის დროსაც გაშუალებული უნდა იყოს. და თუ ესე ვერ ვიღებთ, ძალას ვერ ვატანთ, უფრო როგორც გითხარით ეს აირით ტენორი, მაგრამ არ ინერციულებიც. რომელიც ვერ ამოდის განსაკუთრებით ახლები. ხო, მე მაგალითად მომიტანეს ატასუ იყო, ესე ვეწვალეთ და ვერანაირად ვერ ამოქონდა. მე პატრონემ რაღაც პლოსკო უნდა მეხმარაო და არავითარი ბრტყელტუჩა პლოსკო და ქანჩები არ შეიძლება აქ. შეიძლება რაღაცა ჩატეხოთ. სულ არაფერი აქ მოუჭერთ და დაიჭყლიტებოდა თავის სილამაზის ფორმას და იმას დაკარგავს. აი ძალიან მარტივად, რომელიც ესე ხელით ეჯაჯგურებით და მაინც ვერ ამოყავთ, აი ეს მოაფით ესეთი კანაპი შნუროკი და ეს გაშუალებული, როგორც თქვით, გაშუალებული უნდა იყოს და ამოვსებთ და ამოვარდეთ. მექანიზმი მე მარტივად ხო, როგორც გითხარით, ინერციული შემთხვევაში ახლა არავშლი და ეს ინერციული და უმეტესობა ინერციული ძალიან მარტივად ჩასმითაც ძალიან მარტივად შედის. მოსუ ეს იყო, მოგონი აბდულად მისახვედრე ვიდეოს დასასრულს პატარა ინფორმაცია ჩვენ მონადირეების ადმინებმა მონადირეთა გვერდი ჩვენ მონადირეების ადმინებმა დავიწყეთ იმაზე ფიქრი და მსჯელობა ჩემი რაღაც ხუმრობა ბიჭებმა სერიოზულ პლატფორმაზე გაშალეს. და ერთ სიტყვით დავიწყეთ ფიქრი კლუბის ან ფედერაციის შექმნაზე. ვნახოთ როგორ შევჯერდებით, ჯერ მოსაფიქრებელია ეს მხოლოდ ფიქრის და განსჯის დონეზეა. რაღაცებს ვკითხულობთ ლევან კომახიძესაც, რომელსაც აჭარის
ფედერაციის სამონადირეო და სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ. ხო, ლევანთან ახლო ვარ და ლევანსაც დავეკითხე, კაი რჩევები მივიღე ლევანისგან და გვერდში დგომა, ასევე გავიკითხავთ, კარგად ვიკითხავთ, შევჯერდებით, დავსხდებით, მოვიფიქრებთ. და თქვენგანაც პატარა რჩევა თუ რას გვირჩევთ, როგორ მოგვიწონებთ, ღირს თუ არა. ეხლა რა თქმა უნდა, ამას მიეცემა იურიდიული ფორმა, აუცილებლად ეს ასე კეთდება იუსტიციის სამინისტროში, მანამ დაიწერება, ჩამოიწერება თუ რას ეს ფედერაცია თუ კლუბი რას ემსახურება, რისთვის იქნება, ეს რა თქმა უნდა ბუნებრივიცაა და ამაზე შიგნით უკვე გვაქვს ამაზე მსჯელობა თუ რატომ ქმნით და მე ჩემი სიტყვა და გეგმა წარვადგინე და საერთოდ სოციალებში და ნადირობის ირგვლივ რათაცა უკვე ბევრმა იცის, რომ რაღაცა შეიცვალოს და საინიციატივოში წლებია, იმიტომ რომ რაღაცა გამოსწორდეს, ეხლა ახალ კანონს ვიღებთ, ეს მაგ ადრეს ნათქვამი, რომ არაერთი ნამუშევარია საინიციატივოში და სასიხარულოა. ხო, ამაზეც კიდე მიდის კითხვები, 1 მარტს იყო ბოლო შეხვედრა, მე უნდა გამოტანილიყო, მიღებულიყო და როგორც ჩანს, შეიძლება ეს კანონი შეიძლება გამოვიდეს ამ სეზონზე, მაგრამ მის პარლამენტმა შეიძლება ცოტა გვიან დაამტკიცოს და ამ სეზონზე ვერ მოესწროს, როგორც მაქვს ინფორმაცია და მეტრეველთან მქონდა ამაზე საუბარი. ამას უნდა ყველა რეგიონში, როგორც ამიხსნა მეტრეველმა, შტაბების გახსნა, აშენება, პიკაპების, მანქანების ყიდვა, ეგერებისთვის, რომელიც ეს სამსახური ჩამოყალიბდება, საჭირო ინვენტარის და ამ ყველაფრის შეძენა, ყიდვა, ეს რა თქმა უნდა წაიღებს დროს, მაგრამ საბოლოოდ ადრე თუ გვიან მე უფრო ადრე მქონდა იმედი, რომ ცოტა ამ სეზონზე მოესწრებოდა, ადრე თუ გვიან მაინც გვექნება ეს კანონი. ხო, ეს ცოტა გადახვევა, მაგრამ რაც შეეხება იმ თემას, რითაც დავიწყე, ჩვენც გვინდა რომ მივიღოთ მონაწილეობა ამ კლუბის, ამ ფედერაციის გახსნით, თუნდაც კანონმდებლობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არა მარტო იმიტომ, რომ რაღაცა შევიკრიბოთ, გავიდეთ, ვინადიროთ. ეს ბოლო პლანზე გადაიწევს, თავარია ამ კლუბმა, ამ ფედერაციამ ვიმუშაოთ მონადირეებთან, ჩვენი პრიორიტეტი რა არის? უბრალო მონადირეებთან შევაჯეროთ ყველაფერი. და იქ საცა გვექნება ჩვენ მუშაობა ყოველდღიურად საჯაროდ მონადირეთა ჩვენ გვერდებზე გამოვიტანთ იმ თემებს და მათთან ერთად მოხდება შეჯერება
ну მოკლედ ასე რა წინ ამაზე რა ვთქვა აი მთელი სულით და გულით ხო მე კიდე ალბათ ეს კლუბი იქნება ფედერაცია დაკომპლექტდება წევრებით ეს წევრები რა თქმა უნდა იქნებიან მონადირეები და რაც ქვია მონადირე არა და არა ბრაკონიერი ეხლა დღესო საქართველოში εν რაოდენობით არის და ზოგმა რაღაც იმას არ მინდა ახლა საუბარი რაღაცებს შეაფარა თავი ხო და ვერავის თვალს ვერ აუხვევთ ხალხს აქვს ну ვინც დადიხართ და იძახით რომ პატიოსანი მონადირე ვარო ხალხს აქვს თქვენი ის ფაქტები ბრაკონიერობის ფაქტები ტელეფონებში ხო და ჩვენგან რა თქმა უნდა შორს ბრაკონიერობა და მეორე თემა აქვე ვიტყვი რომ არ მინდოდა ამის თქმა დიდი ხანია ვაპირებ და ვიტყვი იმას რომ მონადირის მაღაზია მუზარაჩი მისულა ორი პიროვნება დღემდე ვერ გავარკვიე ვინ არიან ადრეს განმეორდა და მაშინ არაფერი ვთქვი და მინდა აქედან განვაცხადო რომ ნუ მაყენებთ უხერხულობაში და ნუ აყენებთ ბიჭებს ახლა იცით რომ მუზარადის ინტერნეტ კონსულტანტი ვარ ასე ბლოგერი ხო და ნუ მისულა ჩემი სახელით ჯერ ითხოვდნენ ფასის დაკლებას ახლა ვიცით რომ მაღაზიებში არის ფიქსირებული ფასები მე ჩემი სახელის გამოყენებით ცდილობდნენ რომ ფასი დაეკლოთ რა ხო ესე არ გამოვა ჯერ ეგერთი ვინც ჩემგან მიდის ის ბიჭებმა უკვე იციან რომ ჩემგან უნდა მივიდეს ის კაცი და არც პატივისცემა არ შეგვეშლება მაგრამ ასე და ამ ფორმით არ გამოგვიყვება